ეს ასოციაცია მეცხრამეტე საჯარო სკოლა პანსიონი კომაროვის ცხოვრებაში უამრავი მნიშვნელოვანი არის. ეს ჩვენთან ცხოვრა და ანგლებსა და მეცნიერების მინისტრი მადონი ანგლებსა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მადონი გიორგი ახტაშვილი. ევანდელი დღე ჩვენთვის უამრავი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანგლების მეცნიერების სამინისტროსაგან ველოდებით რამდენიმე სერიოზული თემის და პრობლემის გადაწყვეტას. მე ბატონ დიმიტრის განძელოს მიკროფონი არ ფიქრდება. ანუ შეძლება აჯობს მიკროფონი. მე მიკროფონი გაიჩინე პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოგვიანებისთვის, მე დიდი მადლობა ამას უძის წევრებს გადავხადო მოგვიანებისთვის. ჩვენ დაიწყეთ რეალურად ეს პროექტი საქართველოში, რომელსაც ჩვენ ახლა ვაგრძელებთ სამინისტრო კლუბის, რომელიც მთლიანად ჩვენ ქვეყანას მოიცავს და ჩვენ გვაქვს შემდეგი მიდგომა საერთოდ სკოლების განვითარების მიმართ, ეს არის ის, რომ წარმატებული სკოლები უნდა იყოს ხალხისადმი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მე მინდა ვთქვათ ის წინადადებები, რაც ჩვენ გვაქვს როგორც სამინისტროს. პირველი ეს არის, რომ სკოლას დაუბრუნდეს მისი სტატუსი. ანუ ფიზიკა, მათემატიკის სტატუსი დაუბრუნდეს, მოხდეს ცვლილება თვითონ გეგმაში და მიუცეთ შესაძლებლობა ამ სკოლას, რომ უფრო მაღალ დონეზე ისეს მათემატიკა ფიზიკის განათლება ამ ბავშვებს. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენ ვაგვარებთ, როგორც თქვენ იცით, საქართველოს პრეზიდენტმა დაგვავალა, რომ უნდა დაუბრუნდეს სპეცსკოლების სტატუსები იმ სკოლებს, რომლის განსაკუთრებული განათლებას აძლევს ბავშვებს. მეორე, ჩემი აზრით, ჩვენი აზრით უნდა მოხდეს ამ სკოლის რეაბილიტაცია და სამინისტრო უკვე გამოყო 250,000 ლარი და დავიწყოთ დაგეგმარება და დავიწყოთ პანსიონის რეაბილიტაცია. მესამე, რაც სჭირდება ამ სკოლას ინფრასტრუქტურის კუთხით, ეს იქნება კომპიუტერები და სხვა ტექნიკა, ჩვენ ამას ვუზრუნველყოფ. დღესაც მოვიტანოთ კიდევ დამატებითი კომპიუტერი, იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ უკეთესად ისწავლონ. მეოთხე, ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებული თვითონ მასწავლებლების სახალისება, იმიტომ რომ აქ არიან განსაკუთრებული მასწავლებლები და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩამოყალიბებული კვეთის სისტემის ახალისების დროს მასწავლებლები დარჩნენ ამ სკოლაში. და მეხუთე, რაც აგრეთვე საინტერესო საკითხი არის, თუ იქნება თვითონ სკოლის და ალუმნაის კლუბის წევრების სურვილი, ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნოთ დასახელებად სახელით ამ სკოლას, ანუ დაუბრუნოთ ბრენდი. ეს არის ის ხუთი საკითხი, რომელიც მედიცინაში ჩვენთან ერთად განიხილა და მაქსიმალურად ჩვენ, ანუ მე დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენი პოლიტიკა არის ისეთი, რომ წარმატებული სკოლა უნდა იყოს ახალისებული და